ბოდიში. ამე საინტერესოა მეც მომიყევი. გამოვიყვანო მეორე მონაწილე. უბრალოდ რაღაც მე და მის საერთო გასაგებია. მეორე მონაწილე სოფიკო ბროლაძე აპლოდისმენტები. გამარჯობა სოფიო. სოფიკო სალაც. გამარჯობა. გამარჯობა გენს. როგორ ახართ? რა ვიცი რა. დავგულაობ ეს აქეთ-იქით რა ვიცი. ნაწყობილი გაქვს? აუწყია ცხოვრება. მაგრამ თავს ვეძლის არის სულ რაღაც სოფიკო განათლება, ნუ ახლა განათლება, ასე უწერია. ანუ მაცალეთ ბატონო. მაცალეთ ბატონო. ყველა ჯავახიშვიში ხო ვერ ჩავაბარებთ კაცო ეხლა. საყვე ქვეყანა იტალია გიყვართ? აი მე ძალიან. ჩაკმეჩილიბაშიც ხوار გიყვართ? შემორი მე კოსტომორე შემორი. იცი იტალიური? შენგან ნასწავლი იტალიური იცის. ო, მაგაც მე მაინტერესებს და. საყვარელი სიმღერა მე კი დავწერ, მაგრამ თქვენ არ გეცოდინებათ. არა მიწიერია რაიმე. ახლა ჯაგაჯუგები თქვენ არ გეცოდინებათ და რა ვიცი გე. რატო გონია რომ ეგეც რომელი ჯაგაჯუგა, აბა? ეხა გამოვედი მაგასაკიდა 20 წელია. სკრილექსი ვიცით, დაბსტეპი გიყვარს. კაია. კიდე ეგეთი ელექტრონული მუსიკები ძალიან. აკაო, დაბსტეპი. კარგი ელექტრონული მუსიკები რომ მოგწონთ, მაგრამ მაინც და მაინც დენთან ნოითამაშებ. კი ბატონო. კაი, დავიწყოთ. დავიწყოთ. თუ რა ვერ გაძეხით, მან კითხვით. დავიწყოთ, თუ კაცო. დავყრუნდი, ასაკი. გავაკეთებ. შესავალს გააკეთებ, აბა? ანუ ვაკეთებ არაბიძის პაროდიას ორ სიტუაციაში. ერთი გააცნე და მოიგე რეკლამის შემდეგ და მეორე სანამ გადაღება დაიწყება არაბიძე, პერაშკებით ხელში. დაგინახეს რო ამბობდი ვერ დამინახავენ რომ აი რა პერაშკები სად იმ დროს რომ მორბოდი? აქტიურად მოვა ყველაფერი და მოვა ყველაფერი. დაინგრა მიცი არაბიძეზე არ ჭამს პერაშკებს. თორე მე კაი, ჩავთოთ რომ 3 2 1 პარაპარაპამ. ერთი ლობიანზე ჩამიგზავნე რა. დიახ, კაცო. აგეს აგიხსნით რამშია, კაცო. კარგი. სააკას. რომელში ამოიცანი შენი თავი? ერთ-ერთი იყო დასმული რა. ერთ-ერთი არაბიძე. კარგი, 50 ლარი შენია. წინ 100 ლარია. მიშას გადასახდელი 50 უკვე გაქვს, როგორ შეპირდი? ახლა უკვე საკუთარ თავზე იწყებ 50-ზე ვითამაშ 800 ლარზე. ვაგზელებთ. 3 2 1 სააკაშვილი ღვინის წურვაზე. Fantasia, la la la, la si le doce che certo, la vai mede. Კარგი. არაბიძე გაიღებე თუ აღარ შემიძლია კაცო. ამის კეთება კაცო, გამეცხრა ცხვირი კაცო. გეცინება აშკარად, გიყურებ გეცინება ახლა. კაი, ნანუკა ჟორჟოლიანი. სტუდიაში. გისმეთ, კაცო, მოყევით პირდაპირ, იგძეით თავი როგორც საკუთარ სახლში. კი. და ხალოდა. ის მოძრაობა რა არის, ანუ ფეხი? ფეხი ხო ახორ მეგრებუდეს ფეხი. ეს აკნა არ ჩანდა უბრალოდ. სკამი მინდოდა, მაგრამ დრო აღარ იყო მაგისთვის, რომ გამეკეთებინა. სანამ სკამს ჩამოასხავენ გაჩერდგას პრომი. კარგი იყო ეს, კარგი იყო. 100 ლარი შენია, 100 ლარი შენია, წინ 200 ლარია. აბა დაფიქრე. ერთ წამი. არა, ყველას პაროდია კი მაქვს, მაგრამ ხუნა გავიხსენო ახლა. გაიხსენე, კაცო, რისთვის ვართ? შენიც მაქვს. 200 ლარი. შენ ვაგზელე. ჩემზე გააცეჩიო? ავირჩიოთ ჩვენ თვითონ? ჩემი პაროდიაა. მე გაფრთხილებ, ჩემი პაროდია ჯერ არავის არ გამოსვლია. იმიტომ რომ ძნელია გააპაროდიო იდეალური. ხო, მაგრამ ადვილია გამოიჭირო. შენ ახლა ვიცი რასაც გააკეთე, მაგრამ მე ვიცი რასაც გააკეთე. აი უყურე ჩართო? ჩართო 3 2 1 აი უყურე. 3 2 1 ჩემი ხელმოსი 1 ჩაითო კაცო გაგცემ კარგი ეკა ბესელია ამერიკაში 10
you people. We are the master university, the American. Thank you. I am the Ekabese. Yeah. Thank you very much. Thank you. ახლა გაიცინეთ, თორე გადავირევი. გაიცინეთ რა. კაი. მიშა ანდღულაძე. ახლა იდილაური აქედან თორე მე ვიცი რაც იქნება. გაიცინეთ რა. რა ვიცი, გავიდა ერთი წუთი. რა ვიცი, ჩემი პაროდია პირადად მე მომეწონა. მე ძალიან მომეწონა ჩემი პაროდია. ეგ კურიოზის კი გამახსენდა ხილაქს რა ვაცილე. მე ვფიქრობ ხოლმე, როცა პაროდიებით მოდიარ, ჩემი რჩევა იქნება რომ ვინმე მეგობართან ან სახლში ნებისმიერ ადამიანთან მაინც დავტესტოთ მაინც რომ ობიექტური აზრი მოვისმინოთ, რამდენად კარგად გამოდის ეს პაროდია. ამიტომ ვკითხოთ ხოლმე, პაროდია არის ძალიან სპეციფიური რაღაცა. ეს არის ცალკე ნიჭი. ეს პაროდია არ იყო. ეს იყო რაღაცნაირი ესა წინადადებებით აგებული ქმედებები. აბსოლუტურად ვეთანხმები. კარგად გატესტე ახალი პაროდიები, 1000 პერსონაჟი მოიფიქრე და კიდევ გვესტუმრე რა პრობლემა არის. უღრმესი მადლობა რომ მოხვედი ეს აპლოდისმენტები შენ. მადლობთ, წარმატებები.